აი ამ სურათზე მოცემულია საქართველოში ბაგურიანში კოხტაგორას ფერდობი ზაფხულში ჩანს რა მდგომარეობაშია მისი ქვედა ნაწილი ამ ფერდობისა ზედა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია ხედავთ როგორი აი დახრამულია და დაახლოებით 9 მეტრიანი სიღრმის პატარა ხევებია ზედ განვითარებული ეს რატომ იმიტომ რომ აი აქ ფერდობი და აი ეს მთა ორი ტიპის ნახრილობის ფერდობისგან შედგება თავიდან არის ძალიან მკვეთრი და შემდეგ ერთგვარი პლატო და მერე ნაკლები ქანობი აქვს ამ ფერდობს და აი იქ სადაც თან ხდება ეს ძლიერ და სუსტი დაქანება იქ გამოდის ბევრი წყაროები ნუ ზოგი მიწისქვეშა და არ ჩანს ზედაპირზე და ეს თვითონ დაპრესილი ნიადაგი მრავალი ათეული წლის განმავლობაში მოიხსენებათ ეს კოხტას ფერდობი გასული საუკუნის დასაწყისიდანვე 40-იანი წლებიდან უკვე სათხილამურო ტრასებად გამოიყენებოდა ეს იყო საქართველოში ერთადერთი სათხილამურო ტრასა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე და ამდენად ეს სრულიად გადაგვარებულია არა მხოლოდ ბალახოვანი საფარი მასზე არსებული, არამედ თვითონ შეცვლილია ნიადაგის სტრუქტურა. და ეს დაპრესილი ნიადაგი და შეცვლილი დრენაჟი არის მიზეზი იმისა, რომ ეს წყაროები ვერ ჩაედინებიან ნიადაგში ღრმად და მის ზედაფენებში მოდიან და ამიტომ აი ითხრება და ზიანდება ასე ეს ფერდობი. ეხლა რაც შეეხება საავტომობილო გზებს და სხვადასხვა კომუნიკაციებს. მათი გაყვანა მაღალ მთაში დაკავშირებულია ეროზიული პროცესების განვითარების რისკთან და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული და ზოგ შემთხვევაში სრულებით უარყოფილიც კი არის. აი მაგალითისთვის აქ ორი განსადენია მოცემული, ერთი აშენებული 86 წელს ჯვრის უღელტეხილზე, რომელსაც ჩრდილოეთ სამხრეთის განსადენი ეწოდება, რუსეთიდან, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთში მიემართება და მეორე ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიის განსადენი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გაშენდა და თვალნათელია ძალიან დიდი სხვაობა. ანუ ეს პირველი განსადენი გაიყვანეს სრულიად ყოველგვარი ეკოლოგიური ნორმების უგულებელყოფით. აი მაგალითად ამ მონაკვეთზე, ფერდობის ამ მონაკვეთზე განსადენის რამდენიმე ტრასა არის გათხრილი, შემდეგ ესენი არ მოეწონათ და ჩააწყეს განსადენი აი აქ კურსორი რასაც აჩვენებს. და ესეთი ეროზირებული ფერდობები დატოვეს და ასეთი არის ამ უღელტეხილზე, რომელიც ყველაზე სენსიტური ნაწილია აი ეკოსისტემებისა, სადაც ამ გაზის მილს გაუვლია, ასეთი არის მრავალი შემთხვევა და მეორე, რომელიც თანამედროვე მეთოდებით და ტექნოლოგიების დაცვით არის გაყვანილი არანაკლებ სენსიტურ უბანზე, ანუ ბაკურიანის მთებში, იქ დღეებიც იყო, მაგრამ აი ეს განსადენი დღეს ფაქტობრივად იქ რომ მიხვიდეთ, არც კი ეტყობა, რომ იქ გაზის მილებია და ნავთობის მილებია ჩამწყობილი, ესე თეთრი ეს ჩანს აი გადაფარებული არის ნაჭერი, უხეში ტილოს ნაჭერი, რომელიც იკავებს ფერდობს დაშლისგან და ამ ნაჭრის ქვეშ მცენარეები ამოდიან კარგად და ეს ფერდობი ინარჩუნებს მდგრადობას და ეროზიული მოვლენები აქ არ შეინიშნება. ეხლა რა უნდა ითქვას სწორედ სიტყვა მოიტანა და ამ ფერდობის ფესობით დაცვასთან დაკავშირებით, რაც უფრო მრავალფეროვანია მცენარეული თანასაზოგადოება, ანუ რაც უფრო მეტია სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმის სახეობათა რიცხვი განსხვავებული მცენარეები, მით უფრო ეფექტურად იცავს ეს ფერდობს ეროზიისგან და დაშლისგან. აი სწორედ ამაში მდგომარეობს მრავალფეროვნების, კერძოდ მცენარეული მრავალფეროვნების ეკოლოგიური ფუნქცია. აი აქ არის წარმოდგენილი
ორი ნახატი, ერთი სადაც მრავალფეროვანია ფერდობი, ანუ სხვადასხვა სიგრძის, სიგანის, მოყვანილობის ჭანჭიკები ერთმანეთთან გადაბმული, ასე სტილიზირებულად გამოისახება განსხვავებულ მცენარეთა ფესვთნოსისტემები და იქ სადაც მცენარეული მრავალფეროვნება დაბალია. იქ მცენარეთა ფესვთნოსისტემის მრავალფეროვნებაც შესაბამისად ერთგვაროვანი და დაბალია. და აი ამ შემთხვევაში უფრო დიდი რისკი აქვს სწორედ ეროზიული მოვლენების, გნებავთ სიღრმისეული, გნებავთ აი ზედაპირული ეროზიის მოვლენების განვითარებას. აი ამ მიმართულებით კვლევას საკმაოდ დიდი ყურადღება ექცეოდა იყაზბეგის რეგიონში რამდენიმე წლის განმავლობაში, უკვე 6 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ მიმდინარეობს სწორედ აი ამ პროცესების კვლევა და რამდენიმე სადოქტორო და სამაგისტრო ნამუშევარი უკვე შესრულდა, მათ შორის შვეიცარიელი სტუდენტის სამაგისტრო ნამუშევარიც უკვე შესრულდა აი ამ ტერიტორიაზე და აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა გადავიდეთ მომდევნო საკითხზე, ეს არის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის ცვლილება. და უნდა აღნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთის ლანდშაფტები მდებარეობენ საკმაოდ დაშორებით ურბანულ ტერიტორიებთან და ქიმიური ემისიის სხვადასხვა წყაროსგან, ატმოსფეროს დაბინძურება სხვადასხვა სახით აქ მაინც აღწევს, ხოლო ატმოსფეროში CO2-ის მატება ეს მოგახსენებათ გლობალური ფენომენია და ის თითქმის ყველგან არის შესამჩნევი და ძალიანაც შესამჩნევი. ბევრი ალპური რეგიონი განიცდის ისეთი უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებას, როგორიც გახლავთ აზოტის დეპოზიტები. აი აქაც არის მოცემული ყინულში ნიტრატების კონცენტრაცია 4400 მეტრზე შვეიცარიაში მყინვარში. როგორ იცვლება 1880 წლიდან არის დაკვირვება 1980 წლამდე სამჯერ 4ჯერ მაინც გაზრდილია და დღევანდელ ვითარებას თუ შევადარებთ, ალბათ კიდევ უფრო მეტჯერ არის აზოტის კონცენტრაცია. თუ რა გავლენას ახდენს ეს მეტი კონცენტრაცია აზოტისა, აზოტის დეპოზიტებისა ალპურ ნიადაგებზე, ეს ჩვენ ერთ-ერთ საწყის ლექციაში განვიხილეთ და მისი ზედმეტი დიდი დოზა, რა თქმა უნდა, უარყოფითია გარემოსათვის. შემდეგი ეს არის მჟავური დეპოზიტები, ანუ მჟავური წვიმები. მჟავური წვიმები ბარშიც მოდის და მთაშიც, მაგრამ მთაში ეს უფრო მეტია და უფრო ხშირია და მათი ზეგავლენაც სერიოზულად აზიანებს მაღალმთის მცენარეულობას. CO2-ის გაზრდილი კონცენტრაცია ეს გლობალური მოვლენაა და იგი იწვევს, როგორც მოგეხსენებათ, კლიმატის გლობალურ ცვლილებას, დათბობას, ზოგან ნალექების სერიოზულ მატებას, ზოგან პირიქით კლებას, ტემპერატურის მომატებას, ეს ტემპერატურის მომატების სხვადასხვა პროგნოზი არსებობს და ამ პროგნოზების მიხედვით მომავალი 30-50 წლისთვის არის ნავარაუდები სხვადასხვა მოდელის მიხედვით 1.5 გრადუსიდან თითქმის 5 გრადუსამდე ატმოსფეროს ტემპერატურის, საშუალო ტემპერატურის მატება. ამ სურათზე ჩვენ ხედავთ ძალიან თვალსაჩინოდ იმას, თუ როგორ კლებულობს ყინულის, ეგრეთ წოდებული ყინულის ფარი ჩრდილოეთ პოლუსზე, როგორ არის ის დღეს რა ვითარებაა და აი წითელი კონტურით შემოსაზღვრულია სულ ცოტა ხნის შემდეგ რა ვითარებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. საერთოდ აი მყინვარები და მთაში ლახა მყინვარები, ამიტომ ეს კარგი ინდიკატორია ამ გლობალური ცვლილებებისა. აი ჩანს მაგალითად ერთი და იგივე ადგილი გადაღებული რამდენიმე ათეული წლის ინტერვალით. 1938 წელი, შემდეგ 91, 98 და 2006 წელი. აბსოლუტურად განსხვავებული ლანდშაფტია. ლანდშაფტი შეიძლება
სერიოზულად შეიცვალოს მთაში, რაც წარმოდგენილი არის ამ სურათზე. მაგალითად იწყება 1850 წლიდან და ეს არის მოდელი ერთ-ერთი მთის და ხეობისა, როგორ იცვლება იქ, როგორ მცირდება თოვლის და ყინულის ტერიტორია, როგორ მატულობს ტყეების ზონა, როგორ კატასტროფულად, ფაქტობრივად მთლიანად 2050 წლისთვის უკვე წაიშალა ეს ყინულის საფარველი ამ ადგილას და 2100 წლისთვის სერიოზულად შეიცვალა. ფაქტობრივად დაახლოებით 150-160 წელიწადში ეს ტერიტორია ძალიან მკვეთრად არის შეცვლილი. ეს ერთ-ერთი მოდელია, მაგრამ ეს მოდელი ამისი განვრცობა შეიძლება ძალიან ფართოდ თითქმის ყველა მაღალმთაზე.